სახელითა მამისათა დაცისათა და სულისაცვილისათა ჩვენთან ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა მართალი ლაზარეს სცენებას და ასევე ჩვენი ეროვნული საგანძურის ხებაი და დიდებაი ქართული საერისაი. თქვენ იცით რომ მართლაც ლაზარე საქართველოსთან არის გაიგივებული, როგორც ლაზარე 4 დღის ლაზარე ყარდა და მისი ჭირისუფალი დები მართა და მარიამი განიცდიდნენ ამ მდგომარეობას, მის გარდაცვალებას. აი ამ წუხილის შემდეგ და ამ ლაზარეს ამ მდგომარეობის შემდეგ უფალმა ლაზარე პირით აღადგინა, რომლის აღდგომას და აღდგინება წარმოუდგენელი გამომდინარე იქიდან, რომ მისივე დები ამბობდნენ, რომ ყარს უკეო იხსნება მისი სხეული, წარმოუდგენელი იყო მისი აღდგინება. აი სწორედ ამ მდგომარეობაში ჩავარდება საქართველო, მაგრამ მორწმუნებრელი სასოც არ წარიკვეთავს, იმედით იქნება იმისა, რომ საქართველო აღდგება და გაწყდება. და ის სწორედ ლაზარესთანაა შედარებული საქართველო და მე ნამდვილად მჯერავს ჩვენ ახლა ისეთ პროცესში ვართ, გარდაგვეცვალა ეპოქალური პიროვნება უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ერისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის, რომ ერის შემოbrunდა ღვთისაკენ და მისმა გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მან ერი გაერთიანა, ერი და ბერი. ეს რაზე მეტყველებს და რაზე მიგვანიშნებს, რომ მართლაც საქართველო ადგას სწორ გზას, თავისი ერით, თავისი ბერით, საერო ხელისუფლებით და სასულიერო ხელისუფლებით. აი სწორედ მისმა უწმიდესობის გარდაცვალებმა დაგვანახა ეს ერთობა, რომ აი ესე გავამშვენიერეთ ერმა და ბერმა საერო ხელისუფლება და სასულიერო ხელისუფლება უწმიდესი სამქვეყნოდან იმ ქვეყანაში გაცილება. ეს იყო ისტორიული მოვლენა, რაც არ ახსოვს საქართველოს. არ ახსოვს საქართველოს. საქართველოს კი არა, მსოფლიოს არ ახსოვს. ყველა გაუცებულია, ყველა გაწურებულია ამ მდგომარეობით. და რა თქმა უნდა, დასრულდა კათალიკოს პატრიარქი ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩიეს ახალი კათალიკოს პატრიარქი. მე მინდა გავიხსენო კირილე ათონელის წინასწარმეტყველება საქართველოსთან მიმართებაში, რომ ბოლო ჟამსო საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი იმპერია. ეს არ არის ფიზიკური გაგებით იმპერია და პოლიტიკური გაგებით, ეს არის სულიერი გაგებით, რომ საქართველოში შეიქმნება იმპერია სულიერი. რას ნიშნავს ეს იმპერია? ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დაინახავს ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე ღვთის უდიდეს მალს, უდიდესი სასწაულები აღესრულება და დაინახავს ებრაელიც, კათოლიკეც, სხვა სარწმუნოების მიმდევრებიც, რომ სწორედ ამ ეკლესიაში არის მადმოსილება. ბევრი გახდება მართლმადიდებელი. აი ეს პროცესები დაიწყება და აი ეს პროცესები გახდის იმპერიას საქართველოს, რომ ყველა სარწმუნოების მიმდევარი გახდება მართლმადიდებელი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი, ძალიან ბევრი კათოლიკე, ძალიან ბევრი არამართლმადიდებელი ინათლებიან და ხდებიან ქრისტიანები. საოცარი არის, აი დღეს თქვენ სახარებაში მოისმინეთ ლაზარე აღდგენასთან დაკავშირებით, რომ გაიგებს მაცხოვარი, რომ გარდაიცვალა ლაზარე, მისი მეგობარი. ხაზგასმით არის, რომ მეგობარი იყო მაცხოვრის. და მე მოციქულებს ეუბნება, რომ დაიძინაო ლაზარემო და თუ დაიძინაო, რა თქმა უნდა, ისე გაიღვიძებს, ესე ჩვეულებრივი, ბუნებრივი ძილით აღიქვეს მოციქულება, მაგრამ ეს არ იყო ბუნებრივი ძილი, ეს იყო გარდაცვალება და შემდეგ, როცა მოციქულები იტყვიან, რომ თუ დაიძინა, ისე გაიღვიძებს და ცოცხალი იქნებაო, მაგრამ თვითონვე ეტყვის მერე, განუმარტავს, რომ მოკვდაო ლაზარე, მოკვდა. და როცა წამოვლენ მის დებთან, მართასთან და მარიამთან, იქ მიდის საუბარი ერთმანეთში, რომ
აი რომ ცოცხალი თქვენ რო აქ ყოფილიყავით ის ცოცხალი დარჩებოდა. ესე იგი არ გარდაიცვლებოდა, ასეთი რწმენა ჰქონდა ლაზარეს დებს, მართაზე და მარიამს. მაგრამ თუ წავთო ჩემიო, ხოიციო რომ ის აღდგებაო და კიო ვიცით, საყოველთაო აღდგომის დროსო, იმ დღეებში არ ელოდებოდნენ. არაო თუ წმენა გათო ის აღდგებაო და როგორ აღდგებაო, მართა ეუბნება ისო ყარს უკვე იხსნება მის სხეულია. როცა მათთან ჭირისუფლები იყვნენ მათ ოჯახში ებრაელები, მაჩვენეთო საფლავიო, მაცხოვარი ეკითხება, ეუბნება დებს და ყველა გაყვება ის ჭირისუფლებიც ებრაელები, თვითონ ეს დები და ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება და მივლეს საფლავთან და ესენი ფიქრობენ რომ ალბათ პატის მიაგებენ მის საფლავს. მაგრამ მაცხოვარმა რისხანებითო, შინაგანი რისხანებითო ასე თქვაო რომ ისო მამა ღმერთს შეთხოვა რომ აღდგესო და თუ შენ შეთხოვო უფალსაო, ყველაფერი მოხდებაო, მაინც რწმენაო დებს, მართასა და მარიამს და მიმართავს მის საფლავს, რომელიც იყო გამოქვაბულში, დიდილოდი იყო მიფარებული და აღზრდ ლაზარეო. აი ესეთი სიტყვებით ბოლოს მეორედ მოსვლის წინ უფალი მიმართავს საქართველოს, აღზრდ საქართველოს, აი როგორც ლაზარეს მიმართა და მართლაც აღდგება ლაზარე და მასთან ერთად აღდგება საქართველო, როცა ეს დრო დადგება და შეხვეული ამ სუდარაში ხელებს შეკრული, ფეხებს შეკრული. ხა თქვენ წარმოიდგინეთ, თუ შეკრული იყო, როგორ გამოვიდა იქიდან. ეს სასწაული უფალმა მოახდინა, მათ ვალწე. ამით ანახო ის ძեղთისა იყო. და საოცარი არის, აი სწორედ ლაზარობა და ბრძოლა ერთმანეთს ემთხვევა. რატო რა კავშირია ერთმანეთთან? ის კავშირია, რომ ბრძოლის დროს დიდებით შევიდა მაცხოვარი იერუსალიმში. აი ამ სასწაულის შემდეგ ყველა მირწმუნო რომ ის იყო მესია, მოვლენილი ამ კაცობრიობაში, ამ ქვეყნად. და ბზის რტოებსა და პალმის რტოებს უფენდნენ სახედარს, რომელზედაც მაცხოვარი იჯდა. სწორედ აი ამ ლაზარეს აღდგენების შემდეგ მოხდა მისი განდიდება. და ჩვენ ერთმანეთში უნდა დავწუნდეთ, რომ სწორედ აი ეს პროცესები იწყება საქართველოში, აღდგენების პროცესი. აღდგენების პროცესი და კირილე ლავრიოტისი, ათანასის ლავრის წევრი იყო კირილე, ის ამბობს, რომ ბოლო ჟამსო კეთილმსახური მეფისა და კეთილმსახური პატრიარქის ხელში გაფრინდება სულიერ საქართველოს. ისე რომ აი მომავალი ჩვენი არის ნათელი. მომავალში იწყება საქართველოს სულიერი გაფრინდება. ეს პროცესები, მადლობა უფალსო ჩვენ ამის მონაწილენი ვართ, ამის შემსვლელი ვართ. ეს არ არის შემთხვევით. აცი უკვე აღშენებლობის დრო დასრულდა და უნდა დავიწყოთ სულიერი მოღვაწეობა. სულიერი ცხოვრება. თქვენ იცით, რომ თუ კი რაიმე ერზე საჯელი წამოვიდოდა ცოდვებიდან გამომდინარე. თუ ერის ცოდავდა, ღვთის მიმდევარი არ იყო, მისი მცნებების შემსრულებელი არ იყო, აი სწორედ მაშინ იქნებოდა საჯელები, ღვთისაგან მოვლენილი. თუ ჩვენ ღვთის ერთგულნი ვიქნებით, თუ ჩვენ ერი მთლიანად მორწმუნე გახდებათ ეკლესიური, ნახავთ რამხელა სასწაულებს ვიხილავთ ღვთისაგან. ძალიან დიდ სასწაულებს. და მადლობა უფალს ჩვენი ერი და ჩვენი სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით. ლაზარეს, წმინდა ლაზარე მართლის ლოცვა გეწეოდეთ თქვენ სულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ღვთის მადლი, წყალობა არ მოხშროდეთ თქვენ და სულიად საქართველოს. ჩვენთან არსებობს.